კარგი, მოდი ერთი სუყე ლექცია მოვცხოთ ნიჩეს შესახებ. შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე, მაგრამ აი სწორედ რომ ნიჩეს შესახებ ვისაუბრებ ამჯერად. მით უმეტეს ახლა დღეს ნიჩე ლამის ყველგან ასე თუ ისე გადაცოხრნილია და რატომ მარტო დღეს, ხო, კაცმა რო თქვას ყველა ეპოქაში დაწყებული ნაცისტებით, კაპიტალისტებით, სოციალისტებით ვინ აღარ ისაუბრა, რა ფორმით აღარ იმსჯელეს ნიჩეს შესახებ, რაც ჰოლივუდებით დაწყებული, რაც Facebook, YouTube-ებით დამთავრებული, ყველგან რაღაცა ითქმის ნიჩეს თაობაზე, ხო, იქ რაღაცა ანაკებენ, ან ლანძღავენ, ნიჩე ხო ეგეთი ავტორია, ნიჩე არის კაცი, რომელსაც თუ უნდა აკებდნენ და ლანძღავდნენ და აგინებდნენ და adzაგებდნენ. ბოლო ნიჩე არის კაცი, რომელმაც ანტიქრისტე დაწერა, ეხლა წყევა ქრისტიანობას ქვესათაურად მიაწერა და მოკლედ ბევრი მოტივია, რომ ერთის მხრივ რაღაცა სატანის ეკლესიის დამაარსებელს ანტონ შანდორ ლავეის დიდად უყვარდეს ნიჩე და მერლინ მენსონის ბიოგრაფიული, ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიცით, რომ როდესაც დაუძახა ანტონ შანდორ ლავეიმ და ესტუმრა რა, ეს მერლინ მენსონი შანდორ ლავეის აღმოაჩინა, რომ იცი რომ ამ კაცს ესე თაროებზე ეწყო ეს ნიჩეს ტომეული და დიდად მოიხიბლა შემდგომ ნიჩე რა იყოს და მერლინ მენსონი სატანის ეკლესიის დამაარსებული 1966 წელს დაარსა ლავეიმ სატანის ეკლესია. მოკლედ ვინ აღარ ცოხნა ეს კაცი და რა ფორმით აღარ. ეს ყოველთვის ასე იყო, მისი ქება დიდებისა და მისი ლანძღვისადმი მიტრეკილება და მოდი აი ეგრე ჩვენს ჯინაზე ავდგეთ და ერთი სუყე ლექცია, ერთი თუ რამდენიმე მეთქილი ლექცია ჩვენც მოვცხოთ. ხო, მე ვეცდები რომ რაღაცა გაგებით, რამდენადაც ეს მე შემიძლია, რა თქმა უნდა, რამდენადაც შეიძლება ეს ჩემგან გამოცხეს, რაც არსებითი საუბარი გამომივიდეს რა. ოღონდ რა თქმა უნდა, იმ დათქმების გათვალისწინებით, რასაც ყველა ლექციაზე ვამბობ ხოლმე, სადაც კი საჭიროება ასე თუ ისე ჩანს, ლექციებზეც ინფორმით არ სულ მithქვამს ხოლმე, რომ ფილოსოფიაში და აზროვნებასა და შემეცნებაში არსებობს საკითხები, რომელიც რომ გასაჯაროებადია და არის ამის საპირისპირო, რაც უფრო ეზოთერული ხასიათის საკითხები, ხო? რა თქმა უნდა, ხე ეზოთერიკაში არ გულისხმობ არანაირად მე-19-20 საუკუნის ხასიათის რაღაც ბლავატსკაებს და ვიღაც მაგათ არ გულისხმობ, ხო? უფრო მივდევ იმ გადმოცემას, რომელიც აი ამ ბებერი ფილოსოფოსის შესახებ გვსმენია. რომ თითქოს და ეს კაცი ლექციებს კითხულობდა ორ ნაწილად, ხო, რაც ეზოთერულ ლექციებს და ეგზოთერულ საჯაროს, საყოველთაოს და უფრო ვიწრო ჯგუფისთვის, რაღაცა დახურული მოსწავლეთა რაღაც ეგეთი ჯგუფისთვის. რა გიღა მართლაც მთელი რიგი საკითხები საჭიროებს ხოლმე პირად ურთიერთობას, პირად საუბარს, პირისპირ საუბარს. ნუ პირისპირობაში სწორედ რომ იგულისხმება არა მაინც ის რომ პირისპირ დავუდგეთ ერთმანეთს, არამედ ის რომ თანამოსაუბრეები მინიმუმ პედაგოგი მაინც მსმენელს უნდა იცნობდეს, მისთვის საიდუმლოს არ უნდა წარმოადგენდეს მსმენელის თვალსაწიერი გაგების უნარი და ასე შემდეგ. მან უნდა იცოდეს ვის ესაუბრება და ამ ცოდნის საფუძველზე საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ საუბრის დაკორექტირება შეძლოს, მეთოდოლოგია შეარჩიოს და ასე შემდეგ. მსგავსი რაღაც ეგეთი ნაცნობობისა თუ პირადი ურთიერთობის გარეშე მთელი რიგი საკითხების განმარტებას არავითარი აზრი არ აქვს. მეტადრე მსმენელს ხშირ შემთხვევაში შემზადება სჭირდება, ხო? ის უნდა ერკვეოდეს საკითხში. ანალოგიის სახით რო ავიღო, ეხლა წარმოვიდგენთ, რომ კვანტური მექანიკის პრობლემატიკაზე ვერნერ ჰაიზენბერგი გვესაუბრებოდეს მთელი მათემატიკური აპარატის გამოყენებით, რომელსაც იგი იყენებდა კოლეგებთან ურთიერთობის დროს, ხო? მას რა თქმა უნდა მოუწევდა ჩვენთან საუბრის დროს, ჩვენთან რაღაც განმარტებების შემოღებისას მოუწევდა რაც ადაპტაციები, რაც მთელი რიგი შემოვლითი გზების გამოძებნა და ასე შემდეგ. ჰაიზენბერგიც რა გვინდა, ხე მაგალითად აი საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოდის ხოლმე ისეთი კარგი მეცნიერი, როგორც არის გია დვალი. და მასაც უწევს, რა თქმა უნდა, რაღაცა გაგებით მეცნიერების გაყალბება, ხო, ანუ ადაპტირება და ხშირ შემთხვევაში იმდენადაც კი უწევთ ხოლმე მეცნიერებს ჩაუხედავთათვის სამეცნიერო პრობლემატიკის ადაპტირება, რომ საერთოდ განსხვავდება საბოლოო ეს პოპულარული განმარტება არსებითი სამეცნიერო პროცესებისგან. და ამ პოპულარული განმარტების მიხედვით თუ კი შევიქმნით წარმოდგენას მათ პირად სამეცნიერო სამუშაოზე, რა თქმა უნდა, დიდად შევცდებით. ცდარი წარმოდგენა გვექნება, ხო?
Որտեղ ზუსტად იგივეა, აქაც ფილოსოფიაშიც ხო იქ მთელი რიგი საკითხები ნიჩეს ნაზრევშიც ისეთია და იმგვარია, რომ ნიჩეს ნაზრევის უფრო სიღრმისეული ფუნდამენტური ცოდნა არის საჭირო, მინიმუმ საკითხული უნდა გქონდეს მისი შრომები ხო, რაღაცა დაახლოებით ესეთი ამბავია. მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელზეც რაც უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგალითად ეზოთერულ საკითხად მე პირადად ჩავთვლიდი ნიჩეს ნიჰილიზმს. ხო, აქ იმის თქმაც ალბათ შეიძლება ბარემღარო, რა თქმა უნდა ნიჩე თავად მისივე თქმით ნიჰილიზმის საკითხს გაიაზრებდა მორალისა და აქსიოლოგიის სფეროში, მაგრამ ის ფორმაც კი, როგორც იგი ნიჰილიზმის შესახებ საკითხს აყენებს. თუ კი აი ამ ფორმას თანმიმდევრულად გავიაზრებთ, გავყვებით ამ საფიქროს ბოლომდე, ხო? აღმოჩნდება, რომ ნიჩეს ეს საკითხი არ შემოიფარგლება მორალისა და ეთიკის თუ აქსიოლოგიის პრობლემატიკით, ის გადადის ონტოლოგიის პრობლემატიკაში, ის გულის გულში ურტყავს არსებობისა და მისი საპირისპიროს შინაარსებს და საზრისებს. ამიტომ რა თქმა უნდა, მაგალითად ეს ნიჰილიზმის საკითხი ჩემი აზრით მსგავს რაღაცა ფორმატში თუ მსგავსი ფორმატში საუბრის დროს უბრალოდ გამოტოვებული უნდა იყოს. აქვე შემოდის ღმერთის სიკვდილის საკითხი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ნიჩეს შემთხვევაში ყველაზე მეტად ეს საინტერესოდ ხომ ხო, რა თქვა ნიჩე ღმერთის სიკვდილის თაობაზე. არის ერთი ძალიან საინტერესო მოაზროვნე და ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო ბერნჰარდ ველტე. გერმანელი კათოლიკე ფილოსოფოსი და თეოლოგი იყო, რომელსაც მცირე ბროშურა, მცირე წიგნაკი აქვს ნიჩეს შესახებ. სულ ესვე ნაწარმოები, მისი ეს ნაშრომი შეტანილი არის რაც კრებულში ჰეგელის და ჰაიდეგერის გვერდზე. ჰეგელი, ნიჩე, ჰაიდეგერი ეს რაღაც კრებულიც აქვს აკეთებული. თუმცა აი ამ მცირე ნარკვევში ეს კაცი ეგეთ კითხვას სვამს რა, რა ვუყოთ ნიჩეს. თავზე ვეღარ ავარიდებთ, ფაქტია ეს მოხდა. ფაქტია რაღაც არსებითი იფიქრა ამ კაცმა, რაღაცა საყურადღებო იფიქრა და ეხლა ვერ წავუყურებთ რა. იმიტომ რაღაცაგვარად უნდა გავიაზროთ, რაღაცა ადგილი უნდა მივცეთ ჩვენს აზროვნების სისტემაში, ხო? ხო და ღმერთის სიკვდილიც აქ ერთ-ერთი ეგეთი პრობლემაა. რა უნდა ნიჩეს ამ ღმერთისაგან უკუტავია და აი ეს კიდე თუ დაიჟინებს რომ უკუტავის. აღარ არის. თან ჩვენ მოვკალით და აღარც აღარასდროს აღარ აღდგება რა. ეგ საკითხიც, რაგიღა ნიჩეს ნიჰილიზმის გაგრძელება არის, რაღაცა გაგებით, გადასადები არის, მე ეგრე მგონია და გამოსატოვებელია. მით უმეტეს აუცილებელია გამოტოვებული იყოს ისეთი საკითხი, როგორც არის ნიჩესეულად დაყენებული მარადიმავეს უკუქცევის შესახებ განაზრება, ხო? იმიტომ რომ მარადიმავეს უკუქცევის ამბავი არა მხოლოდ ნიჩესთან გვხდება, ჩვენ ამას ვაწყდებით ძველ ელინურ რაღაც გადმოცემებსა და ტრადიციებში, მანიქეელებთან ხედავთ, მაგრამ ნიჩესეულად დაყენებული ეს იმდენად რთული საკითხია, როგორც მარტინ ჰაიდეგერი ამბობს, ეს არის კითხვა და საკითხი, რომელსაც მეტაფიზიკის ფარგლებში, ნიჩეს მეტაფიზიკის ფარგლებში მეტაფიზიკური აზრი გამოთქვამს, ოღონდ თავად ეს მეტაფიზიკური აზრი მის გააზრებას ვერ ახერხებს. სწორედ ამის გამო, აი ამ საკითხის მათ შორის გამო, მეტაფიზიკა აჩვენებს თავის საზღვრებს, ეს ტერმინუსი, მისი შემოსაზღვრულობა, შესაბამისად მისი ფორმა, შესაბამისად მისი დასრულებულობა. უკვე გამოჩნდება კიდეც. აი ეგეთი მუხთალი საკითხია რა. ეს არის მეტაფიზიკური საკითხი, რომელსაც მეტაფიზიკა ვერ იაზრებს და მეტაფიზიკის შემდგომზე მიანიშნებს. ჰეგელის შესახებ ლექციებში ჰაიდეგერი იტყვის, რომ ნიჩესთან ანუ მეტაფიზიკურ მოაზროვნესთან ჩანს რაღაცა, რაც არ არის მეტაფიზიკური. აი ეგეთი ამბავია. უბრალოდ აი ეს საკითხები გამოტოვებული უნდა იყოს და თუ მაინდა-მაინც აი ამ სახით, ანუ ეგზოთერული და ანონიმური საუბრების ფარგლებში ვეცდებოდით ნიჩეს შესახებ რაიმე არსებითი გვეთქვა, ეს უნდა ყოფილიყო ნიჩეს განაზრებები მორალის შესახებ, მორალის წარმოშობის მათ შორის თაობაზე. და აქ ეხლა, არავითარი ჩემი აზრით დაბრკოლება და პრობლემა არ უნდა იყოს, რომ ნიჩეზე ვისაუბროთ და მიმოვიხილოთ. ოღონდ ახლა აქ რაღაცა ჩემი აზრით დათქმები არის შემოსაღები რა. და ალბათ ეს ჩვენი ლექციები ჯობია გავყოთ რაღაც ნაწილებად და ეს პირველი საუბარი შეიძლება ამ დათქმებს მოვანდომოთ თავიდან ფეხებამდე. რაგიღა ეს მერე დამეხმარება შემდგომ უკვე უფრო რაღაცა თანმიმდევრული საუბარიც გამომივიდეს და არ მიწევდეს უამრავი სხვადასხვა დაზუსტების შემოღება, ხო? ერთ-ერთი დათქმა და შეთანხმება ჩემი აზრით უნდა იყოს შემდეგი.
რომ რაღაცაგვარად გამორიცხული იყოს ნიჩესთვის ადგილის მიჩენის სურვილი. რომ ეხა ავდგეთ, ველთეს სიტყვები კვლავ რომ გავიმეორო, ავდგეთ და რაღაცა მოუხერხოთ ამ ნიჩეს. და ჩვენს რაღაცა ფილოსოფიის ისტორიაში ან პირად წარმოდგენათა ენციკლოპედიაში და ფილოსოფიური წარმოდგენების რაღაცა სისტემაში ადგილი მივუჩინოთ, სახელი დავარქვათ ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული თარო გამოვუყოთ, ხო, იქ რაღაცა ვთქვათ, რომ ნიჩე იყო სიცოცხლის ფილოსოფოსი, როგორც თავის დროზე თქვეს. ან ვთქვათ, რომ ნიჩე იყო ექსისტენციალური ფილოსოფიის წინამორბედი და რაღაცაგვარად განმსაზღვრული, ხო, იქ რაც დოსტოევსკის შევადაროთ, რომელიც ნიჩეს დიდად ესიმპათიურებოდა მოგეხსენებათ. მე ავდგეთ და იქ რაც კირკეგორს მივამსგავსოთ და ასე შემდეგ და ამით მოგვარებულად ჩავთვალოთ ნიჩეს ამბავი. ეს რა თქმა უნდა მცდარი განზრახვა. მცდარია რა კითხვა საკითხის ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოშორებას, ანუ გადაჭრას გულისხმობს და არა ნიჩეს მიერ მისივე ნაფიქრის ფარგლებში დაყენებული საკითხების გააზრებას და ფიქრს. ფიქრს როგორც წესი გამორიცხავს. ფიქრს გამორიცხავს ქება და ლანძღვაც. როგორც წესი ეგრე ხდება ხოლმე რა, სადაც აქებენ ან აძაგებენ, იქ როგორც წესი არ იაზრებენ, არ ფიქრობენ. და გამორიცხავს ზუსტად აი ესეც, აი მოგვარების და ენციკლოპედიური სტატიის შემუშავების რაც იზმებში ჩატენმის მცდელობას. ეგეც როგორც წესი გამორიცხავს ხოლმე. არის ერთი ძალიან კარგი გერმანული სიტყვა mitdenken, რაც არის აი თანაფიქრი, რაც ამ მოაზროვნესთან, ამ მოფიქრალთან ერთად მის მიერ დასმული საკითხების ერთობლივი ფიქრი, ხო? ეს ზუსტად ის ერთობლივი ფიქრია, სხვათა შორის, რომელსაც პლატონთან ვაწყდებით, როგორც რომ ფილოსოფიის შინაარსის გაგების ერთ-ერთ მთავარ, კაცმარკოს ერთადერთ მთავარ პირობას. როცა რომ ხანგრძლივი ერთობლივი ფიქრის დროს ჩვენს სულში, როგორც ნაპერწკლისაგან ცეცხლი აღინთება გაგება იმისა, თუ რა არის ფილოსოფია. მართალია ნიჩე უკვე ერთობლივი და ეგეთი თანაფიქრისათვის ნამეტნავად გამოსადეგი აღარ არის, აკიღა გარდაცვლილია, თუმცა სამწუხაროდ როგორც წესი ფილოსოფიური შემეცნების დროს გვიწევს იმგვარი კონკორდიის, ანუ იმგვარი საძმოს ფარგლებში ბინადრობა, რომელთაგან ყველა დანარჩენი თუ არა, უმრავლესობა ჩვენ გარდა გარდაცვლილი გვხდება ხოლმე. ეს მკვდართა საძმო, როგორც წესი არის ბრძენთა საძმო და საკრებულო. მოლთ ეგეც ცალკე გადასადები და მოსაშორებელი საკითხია, მაგრამ ეგ ეგრეა რა. კიდევ არ გავყვეთ. ეს საკითხიც ასე უნდა იყოს, ეს არავითარი მოგვარება, არავითარი ერთხელ და სამუდამოდ სახელების დარქმევა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ნიჩეს განაზრებები ესეც იმთავითაც ცხადი უნდა იყოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ არის გარკვეული შესავალი. ნიჩე ახალგაზრდა გარდაიცვალა მოგეხსენებათ, ხო, 56 წლის მოკვდა 1900 წლის აგვისტოში. მანამდე რაღაცა მთელი 11 წელიწადი იყო დისფუნქციური, ის კაცმარიცის რა ფიზიოლოგიური თუ ფსიქიკური დაავადებისა და დარღვევის გამო, მაგრამ 11 წელიწადი ხო მოკლებული იყო ყოველგვარი ფილოსოფიური შემეცნებისა და მით უმეტეს მთხზველობისა და შემოქმედების უნარს. მას გადმოცემით მოგონებებიდან ვიცით, რომ იქ რაღაც ჩუსტებში შარდავდა და ნახველებს სახეში ანერწყვებდა და რაღაცა მსგავს. რა სჭირდა ამის განხილვასაც დიდად აზრი არ აქვს. არ ვიცით და ამიტომ რა სჭირდა, ხო? იქ ბევრი სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, ხო? იქ რაც დაწყებული სიფილისით, დამთავრებული აპოპლექსიით. როგორც უნდა იყოს მისმა დამ ელიზაბეთ ფიორსტერ ნიჩემ, ეს საკითხი სამუდამოდ საიდუმლოდ დატოვა, რა კიღა უარი თქვა მისი გვამის გაკვეთაზე გარდაცვალების შემდეგ, ხო? ეს სიფილისის ვარაუდიც, ეს ვერსიაც არის ვაგნერის პირადი ექიმის, ამ ნიჩეზე დაბოღმილი ვაგნერის პირადი ექიმის ზეპირი ვარაუდი, მას არც კი უნახავს. ნიჩემ მხოლოდ სიმპტომების შესახებ მოისმინა და როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდობაში გადატანილი სიფილისის ამბავი უნდა იყოს. არ არის გამორიცხული, ბუნებრივია, თუმცა ესეც არავინ არ იცის. რატო იყო რომ ნიჩეს მაგალითად რაღაც ახალგაზრდობიდან მუდმივად ქონდა თავის ტკივილები, საშინელი მიოპია, ხო, ცალთვალში ქონდა -12, ანუ პრაქტიკულად ბრმა იყო ცალთვალში. ამიტომ სჭირდებოდა იქ მთელი რიგი დახმარება მეგობრებისა გადაწერის დროს და ასე შემდეგ. რამდენიმე საბეჭდი მანქანის სხვადასხვა მოდელების მოტესტვის მცდელობა ქონდა ხოლმე, რომ რაც უფრო მოხერხებულად ეწერა და ასე შემდეგ. მისი ჩანაწერებიც რო ნახოთ, მისი ხელნაწერები რო ნახოთ, ეს არის ბრმა ადამიანის ნაწერი. მისი ჩანაწერების ფურცლებზე
ხშირ შემთხვევაში აი უზარმაზარი ასოებით წერია ხოლმე, იმიტომ რომ მიოპია სჭირს რა, რაღაცა ბრმა ადამიანია რა. მინიმუმ ცალთვალში. კუჭნაწლავის პრობლემა ჰქონდა, მუდმივად ცდილობდა ხოლმე საკუთარი თავის განკურნებას, ხო რაღაცა ეგეთი ქიმიკატებს შეაზავებდა ხოლმე და სვამდა რომ რაღაცა ემკურნალა საკუთარი თავისათვის, არ არის გამორიცხული რაღაცა დამართა სწორედ ამით და ამით გამოიწვია ეს თავისი ჯიგრიანი 11 წელიწადი. მოკლედ, ეგეც ცალკე ამბავია რა. იმის თქმა უნდა რომ ნიჩე ახალგაზრდა გარდაიცვალა 11 წელიწად იყო დისფუნქციური და ახლა თვითონ გამოითვალა და თვითონვე მიხვდით რაც შექმნა და რაც აი ესე საქებრად და საძაგებლად გაუხდია მთელს დუნიას რა ასაკში და რა პერიოდში შეთხზა რა. ეს მათ შორის ნიშნავს იმასაც რომ თავის შესავალი რო არის მთელი რიგი განაზრებები მასთან რჩება მხოლოდ ფრაგმენტული სახით, შესავლის სახით. ეს ძალიან კარგად ჩანს მის ეგრეთ წოდებულ ბოლო წლების ჩანაწერებში, რომლებიც ჩემი ღრმარწმენით არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიჩეს შემოქმედებაში. მე გულისხმობ იმ ჩანაწერებს, რომელიც აი ელიზაბეთ ფორსტერ ნიჩემ და მისი მეგობრების დახმარებით, რაც წიგნის სახით, რაც ნება ძალაუფლებისაკენ რომ ქვია, ამ წიგნის სახით შეკრეს. თვითონ ეს წიგნი რაღაცა ბრწყინვალე ნიმუში ნამდვილად არ არის. რომ თვითონ ეს ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ხო, აბსოლუტურად გამორჩეულია აზრის სიღრმის თვალსაზრისითაც, სტილისტურადაც, რაც პრინციპულობით იმით ამით. მე თუ მკითხავ, ბევრად უფრო მხეციც კი, ვიდრე ბევრი მისი სხვა ნაწარმოები, რაც თვითონვე შეკრა წიგნის სახით, ხო? ეს ფრაგმენტულობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნიჩეზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში გვიწევს ნიჩეს დუმილის შესახებ, ან გამოუთქმელი ნაზრების თაობაზე საუბარი. ხო, ეს ის შემთხვევა კი არ არის, როგორც პლატონი ამბობს თავის მეშვიდე წერილში, ხო, რომ ჩემი მოძღვრებისა და ჩემი ნაზრების მხოლოდ მცირე ნაწილი ჩავწერეო, მხოლოდ სოკრატული დიალოგები და საუბრები ჩავწერე და დანარჩენი არ ჩამიწერია, ანუ თითქოს და მოაზროვნებ განზრახ, რაც ეს ეზოთერული ნაწილი წიგნის მიღმა, ამ ჩანაწერის მიღმა დატოვა, რაღაც ეგეთი პირადი საუბრების, რაღაც ესეთი აკუსმების სახით დაუტოვა თავის მოსწავლეებს. ხო, აი როგორც თორაში არის, თორას შესახებ იუდეველები რომ ამბობენ ხოლმე, რომ არის ჩაწერილი თორა და არის გადმოცემული თორა. ეს ასე თუ ისე ფილოსოფიურ მოძღვრებებში, რელიგიურ მოძღვრებებში სულ გვხდება მოძღვრის მიერ ზეპირი გადაცემის სახით მოძღვრების დიდი ნაწილის, ანუ ყველაზე არსებითი ნაწილის შენარჩუნების შესახებ ამბავი. ნიჩეს შემთხვევაში ბუნებრივი არ არის, ის ყველაფერს იწერდა, ის ჩაწერაც კი საერთოდ შეეძლო. ეს უკვე მე-19 საუკუნეა მოიხსენება და აქ უკვე დღიურების წარმოების ისტერიის ეპოქა არის და ყველა რაღაცას იწერს სათითაო გაფარჩუნების შესახებ ყოველდღიურობაში. ნიჩეს წიგნაკებში ეს ეგეთი უცნაური წიგნაკები არის, ხო, ეგრეთ წოდებული საერთო რვეულების გამოყენება შეეულდა ამ კაცს. ეს საერთო რვეული ძალიან პოპულარულია ძალიან ბევრი მწერლისა და შემოქმედის შემთხვევაში. და რაც აი გვერდის დასაწყისში რო წერია განაზრება მორალისა და რაღაცა ქრისტიანობის შესახებ, გვერდის ამავე რაღაც ქვემოთ სარდაფში წერია საკიდლების სია. ან რამდენი დახარჯა სასტუმრო სამადამ რაღაც მომსახურებაში, დიდხანს დაეხეტებოდა და სასტუმროებში ცხოვრობდა მოიხსენებათ და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ის ეპოქა, როდესაც ფურცელზე ყველაფერი გადაიტანება და ეხლა ნიჩე იქ რაღაცების ეზოთერული განზრახვებისა თუ მოტივების გამო მალავდა, ეს გამორიცხულია. მაგრამ ეს მხოლოდ ფრაგმენტული სახით რო დაგვრჩა და საკუთარი თავის შესავალი რო იყო ნიჩე ზუსტად ამის გამო გვიწევს ხოლმე რომ ბევრი რამ თავადვე ამოვკრიბოთ მისი ნაზრებიდან რა. თუნდაც იმგვარ საკითხებშიც კი, როგორც ეს არის მისი განაზრება მორალის ბუნების, მორალის, რაობის, არსის და მისი წარმოშობის შესახებ. ეს მეორე განმარტება უნდა იყოს. ახლა შემდეგი განმარტება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი ვიდრე ის ორი. და კერძოდ აი რა, ესე იგი ნახეთ, ნიჩეს კვლევა არავითარ შემთხვევაში, ნიჩეს შესახებ საუბარი ამ შემთხვევაში კვლევას არ ვაწარხებთ, უბრალოდ უნდა ვისაუბროთ. ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა იყოს სამეცნიერო ხასიათისა. ეს კი რავს გულისხმობ, ხო? ხა ავდგეთ ჩვენ და ნიჩეს ბიოგრაფია გამოვიკვლიოთ, მაგალითად. ჩემი აზრით, ამისთვის ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ. ჯერ ერთი რომ
ზედმიწევნით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მშვენიერი შრომებია, სადაც ნიჩეს ლამის ყოველი დღე არის აღდგენილი. აი, მართლა ლამის საათებამდე არიან დასულები ნიჩეს მიმოწერის, მეგობრების მოგონებების და ასე შემდეგ გამოყენებით. ფანტასტიკური შრომებია გაწეული. ნეტამც სხვა მოაზროვნების შემთხვევაშიც ქონოდა ეგეთი ამბები რა. ეს ერთი, ანუ ბიოგრაფიის ნაწილი, რაც სამეცნიერო კვლევის ნაწილი იქნებოდა, რაც სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო წარმართული, უბრალოდ გამორიცხული უნდა იყოს, ან ბევრს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის ამჯერად მაინც. მათ შორის აზრის მოკლებული მგონია ფსიქოლოგიური კვლევა ნიჩესი, რაც დიდად უყვართ ხოლმე, განსაკუთრებით ფროიდის შემდეგ და ფროიდის გავლენით თუ კონტექსტში ხო იქ რაღაცა ნიჩეს ლატენტური ჰომოსექსუალიზმის შესახებ ბჭობა და რაღაცა მსგავსი. ხო, ამ ფსიქოლოგიური არქეოლოგიის ჩატარება ეგების რაიმეს გვეუბნებოდეს ნიშანდობლივს, მაგრამ არსებიც ვერასდროს ვერაფერს ვერ გვეტყვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი გამოკვლევა მისი ნაფიქრის შინაარსზე ვერაფერს ვერ შეგვატყობინებს. შეიძლება რაღაცები გვითხრას ნააზრევის წარმოშობის მიზეზების თაობაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ხო არ გვაინტერესებს თვითონ წარმოშობის მიზეზები, არამედ გვაინტერესებს თვითონ შინაარსი. აკეთოთ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ მისი ნაფიქრი რა. ეგების უფრო მეტიც კი ვიდრე მას აქვს ნაფიქრი ეს ფრაგმენტულობა მეთქი შესავალი და სხვები და სხვები. ანუ ბოლომდე გავდიოთ მის ნააზრევს. გავყვეთ იმ ჰაიდეგერის ენაზე რო თქვა იმ ფელდვეგს, იმ რაღაცა ბილიქს, საერთოდ ის წამყვანი არის, იმ ტყეში შევყვეთ. ამის რისკი, ამ ნაბიჯის გადადგმა ფილოსოფიური აზროვნების დროს უნდა შეგვეძლოს. ანუ ესე იგი, სამეცნიერო თვალსაზრისით საუბარი ნიჩეს ნააზრევზე იქნება ეს ბიოგრაფიული კვლევები, იქნება ეს ფსიქოლოგიური კვლევები და ასე შემდეგ, უბრალოდ უადგილოა. და უადგილო არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენთვის ამჯერად უნდა იყოს რაღაცაგვარად აზრის მოკლებული სხვადასხვა მიზეზით, ერთი რაც უკვე დავასახელე, მეორე მხრივ ეხება უშუალოდ აი ამ საუბრის დროს სამეცნიერო კვლევის ჩატარებას აზრი არ აქვს. მთელი რიგი მეთოდური დაბრკოლებების გამოც, ხო? მაგრამ რაც მთავარია და აი ესეც მხედველობაში მისაღები, ნიჩე თვითონ არ არის მეცნიერი, ხო? ნიჩე არის ფილოსოფოსი, ის არ არის მეცნიერი კაცო. ამ განსხვავებას დანახვა უნდა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ნიჩეს განაზრების შესახებ მორალის თაობაზე, ხო? ნიჩეს პოზიციებზე მორალის წარმოშობის შესახებ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ არა სამეცნიერო კვლევაზე და კვლევასა და სამეცნიერო დაკვირვებებზე, არამედ ფილოსოფიურ ხედვებზე. და ამ განსხვავებას გათვალისწინება სჭირდება რა. სამწუხარო არის ხოლმე, როდესაც ნიჩეს ნაზრები გაიგება გარკვეულ ანთროპოლოგიად, რომელიც თავის მხრივ მეცნიერებაა, ხო? ალბათ ძალიან ბევრს საუბრობს ნიჩე ღმერთების სოციალური სისტემების სტრუქტურების შესახებ. ჩვენ არ უნდა გვეგონოთ, რომ ეს იგივეა, რასაც რომელიღაც ანთროპოლოგი თავის კვლევაში სჩადიოდა, ხო? აი წარმოვიდგინოთ რაღაცა თავზე ხელაგებული ანთროპოლოგი, რომელიც გაითხრება სადაც დედამიწის მეორე ბოლოსა და გადასაკარგავში ნახავს იქ ადგილობრივ აბორიგენებს, ეკითხება, ნუ ჯერ რა თქმა უნდა იცხოვრებს იქ რამდენიმე თვე მათთან ერთად დაეგდება, იმიტომ რომ ეს ტომი იქნება იზოლირებული და ცივილიზაციას მოწყვეტილი და ესე დაეგდება მათთან ერთად. ალბათ ადრეულ ანთროპოლოგებს რა თქმა უნდა განზრახვა ჰქონდათ, რომ ეკადაგათ ქრისტიანობა და სხვა და სხვა. შემდეგი თაობის ანთროპოლოგები წმინდა სამეცნიერო ინტერესით ჩადიან, მონაცემთა მოკრების განზრახვით ჩადიან, ხო? სწავლობს მათ ენას, გადაურჩება რამდენიმე გზის შეჭმას და კანიბალიზმს. ბოლო მოახერხებს, რომ კითხვა დაუსვას, აბა შენ ხარ ჩემი ბატონი და რა ქვია შენს ღმერთს და ნუ ის ეტყვის რაღაცა კვატლიკუე ან რაღაცებს ეტყვის იქ. რაკეთ გამოითხრება სადაც განეშა დახვდება და ამას ყველაფერს ჩაწერს, აღწერს, სისტემაში მოიყვანს, ერთმანეთს შეუდარებს მერე და ნუ ასე შემდეგ რა. ამ სამეცნიერო აღწერით სამუშაოს ის ჩაატარებს. და ნიჩესთან ეგეთი არაფერი არ არის. შეიძლება გარკვეულ მონაცემებს გადავაწყდეთ ნიჩეს განაზრებებში, ხო? მონაცემებს სამეცნიერო გაგებით. ეს კვლავ არის ნიჩეს გარკვეული ეგეთი ჰიპერინტელექტუალიზმის გამოვლენა. ის ბევრს კითხულობდა, ბევრი სხვადასხვა მონაცემი თავში ედო და როგორც წესი მსგავსი მონაცემი მისი პირადი კვლევის დამსახურება არ არის ხოლმე. როგორც წესი რა უბრალოდ არ არის. მას იგითი რამე არ ჩაუტარებია არასდროს. ნიჩე იყო არა მეცნიერი, არამედ სწორედ ფილოსოფოსი. აი მას უნდა მეთქი მხედველობაში მიღება,
რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის განსხვავება დანახვადი უნდა იყოს რა. და ამ განსხვავების დანახვის ერთ-ერთი სარგებელი და სიკეთე მათ შორის იქნება ისიც, რომ თვითონ ჩვენი საუბარი ფილოსოფიური ხასიათის იყოს. არა სამეცნიერო მეთქი, არამედ ფილოსოფიური. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? აი დღევანდელი საუბარი, კაცმა რა თქვას, ამით შემოუფარგლოთ და დანარჩეს მე კიდე გადავანაწლებ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შეიძლება გამოვიდეს ერთ საუბარში ყველაფრის ჩატენა და ჩასმა. მოდი ახლა მე დღეს ვეცდები, აი ბოლო რამდენიმე კიდე წუთი დავუთმო ფილოსოფიისა და მეცნიერების შესახებ საუბარს, ამ რაღაცა განსხვავების შემოღებას. და მოდი შემდეგ საუბარში მე როგორ ვცდი, რომ ნიჩეს ნაზრევში ვაჩვენო თვითონ ეს ფილოსოფიის ბუნება, ფილოსოფიურობა მისი განაზრებისა და სწორედ იმ საკითხების მაგალითზე, რომელიც რომ ესე იგი უსაფრთხოდ უნდა ჩავთვალოთ მეთქი ამგვარი და ამ ტიპის საუბრებისათვის, ხო? ესე იგი ნახეთ, რა თქმა უნდა, მეცნიერება ეს არის ფილოსოფიის ერთ-ერთი გამოვლენა, ერთ-ერთი ვარიაცია ფილოსოფიური და მეტაფიზიკური აზროვნებისა. ეს ასე არის არა მხოლოდ ისტორიული და ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, რომ მეცნიერებები გამოვიდნენ ფილოსოფიიდან, პირველ მეცნიერები არიან ზუსტად იგივენი, ვისაც ფილოსოფოსებსაც ვეძახდით, ხო? ისტორიული პროცესების არა მხოლოდ არამედ სხვა არგუმენტებით შეუძლია მოვიშველიოთ. მაგალითად, თუ კი ჩავხედავთ ფილოსოფიური თეორიის ძირითადი ნიშნებს, მათ შორის ფილოსოფიური უკაცრავად სამეცნიერო თეორიისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერებს თუ კი ჩავხედავთ, ეს იქნება პოპერი თუ სხვებთან, არა? ჩვენ ვნახავთ, რომ ეს აღწერები არ არის სამეცნიერო. ანუ მეცნიერებას თავად, ისე სამეცნიერო მეთოდის ან სამეცნიერო თეორიის, რაობის, ბუნებისა და ძირითადად თვისებების თაობაზე თავად მეცნიერებისავე მეთოდოლოგიისა და აპარატის გამოყენებით მსჯელობა არ შეუძლია. ყველა ჯერზე როგორც კი ის იწყებს საუბარს მეცნიერების, ამ სამეცნიერო თეორიისა და ესე იგი მეთოდოლოგიის შინაარსის შესახებ საუბარს, ეგრევე გადის მეცნიერება, ამ სამეცნიერო მსჯელობა მეცნიერების ფარგლებიდან და გადადის სად? გადადის მეტაფიზიკაში, გადადის ფილოსოფიაში. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, ეს ძალიან კარგად აქვს ესე იგი ჰუსერლს თავის გვიანდელ ტექსტებში, განსაკუთრებით ევროპულ მეცნიერებათა კრიზისში განმარტებული, ხო, რომ ეს ფილოსოფია და მეტაფიზიკა როგორც ასეთი არის უმაღლესი მეცნიერება. ან პრაქტიკულად ჰუსერლი ამ თავის გენიალურ ტექსტში მე თუ მკითხავ იმეორებს იმას, რასაც აი უკვე არისტოტელესთან აი ამ ბებერ ფილოსოფოსთან მეტაფიზიკის შესახებ საუბრის ფარგლებში ვაწყდებით, ხო? ან ფილოსოფია ეს არის უმაღლესი და მათ შორის პირველი მეცნიერება. ოღონდ მეცნიერება სწორედ რომ ცოტა სხვა გაგებით, უფრო ფართო და ფილოსოფიურ გაგებით, არა იმ ვიტრო მეთოდური გაგებით, რაც უკვე თანამედროვე მეცნიერების სახით გვაქვს, ამ ჰიპერპროდუქტიული აღწერითი აზროვნების სახით გვაქვს, ხო? ესე იგი ნახე, რადგან მეცნიერება და ფილოსოფია სხვადასხვა არის, მიუხედავად იმისა მეთქი, რომ მეცნიერება ფილოსოფიური წარმოშობის არის, ჩვენ შეგვიძლია ესეთ წარმოვიდგინოთ, რომ მეცნიერება ნაწილია ფილოსოფიისა, თუმცა არსებობს ისეთი ფილოსოფია, რომელიც მეცნიერება არ არის. კვლავ რჩება ისეთი მეთოდოლოგიები, რომელიც არასამეცნიერო იქნება, მეცნიერებისათვის მიუღებლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ამას მიხედველობაში უნდა მეთქი მიიღება და გასათვალისწინებელი არის. და მოდი ეხლა მე აი ამ ბოლო რამდენიმე წუთში ვეცდები კიდევ ერთი თვალსაზრისით, კიდევ ერთი მაგალითით თუ ერთი განმარტებით ეს განსხვავება კიდევ უფრო წარმოვაჩინო, კიდევ უფრო ხაზგასმულად ვაჩვენო. და ამას ვეცდები როგორ ვეცდები ლოგიკის გამოყენებით, ხო? აი ნახეთ, რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ მე და თქვენ, თუ კი ეს საუბარი და მსჯელობა დასკვნების აგების სახით წარიმართება, ან თუ კი ვეცდებით ჩვენ რომ რაღაც არგუმენტები წამოვაყენოთ და შემდგომ ამ არგუმენტებიდან გამოვიყვანოთ რაღაცა დანასკვები და თეზისები შესაბამისად დავასაბუთოთ, არა? გვინდა არ გვინდა ჩვენ ეს მოგვიწევს სამი სახით. ან დასკვნის აგების სამი სახიდან ერთ-ერთი შერჩევით მოგვიწევს ეს საუბარი, ხო? ეს იქნება ან დედუქციური საუბარი, ან იქნება ინდუქციური, ან აბდუქციური იქნება საუბარი ბუნებრივია. სხვა ვარიანტი არ გვაქვს რა. თუ კი ეგრე მსჯელობებს ვაგებთ, რაღაცა დასკვნებს ვაგებთ, ერთ-ერთი ეს მოგვიწევს, რომ
ერთ-ერთი ამ ფორმიდან მოგვიწევს რომ ავირჩიოთ. ხა ვისაც გახსოვთ თვითონ ამ დასკვნების ბუნება, კარგი მაგალითებს მაინც მოვიყვან. მობიტევოს მან ვისაც ეს მაგალითები არ სჭირდება და რაღაც ზედმეტ ბავშვურ განმარტებად ან ჭარბ განმარტებად შეიძლება მიგაჩნდეთ, მაგრამ ვაპატიოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს მაინც საჭირო ხდება ხოლმე. ამიტომ მოდი ვთქვათ თითოეული ამ დასკვნის შინაარსიც უფრო უკეთესად განმარტოთ და შემდგომ უკვე ფილოსოფიისათვის რაში დაგვჭირდა ფილოსოფიის ბუნების განმარტების დროს ამ დასკვნების დასახელებაც აი ეს უკეთესად მერე თავმოყრილად თუ თავმოყრილად გამოვთქვათ, ხო? ну მაგალითად გვაქვს მეთქი დედუქცია, ინდუქცია და აბდუქცია. ну რა არის ხა ეს დედუქცია? იმ ცნობილი მაგალითით ვიტყვი ყუთისა და კენჭების საშუალებით. ეს ცნობილი მაგალითი დასკვნების ხასიათებს, ბუნებებს და ფორმებს განგვიმარტავს ასე. და მაგალითად მაქვს დედუქციურ დასკვნას განმარტავ, მაქვს ხუთი. ამ ხუთში არის თეთრი კენჭები. ისე ნახეთ, კიდევ ერთხელ დასკვნა უნდა ავაწყო რა, რაღაც არგუმენტებიდან და დანასკვი გამოვიყვანო, ანუ ეს თეზისი უნდა დავასაბუთო. გამოყვანა რას ნიშნავს? დასაბუთებას ნიშნავს. ხო, როდესაც ლოგიკაში ვამბობთ ხოლმე რომ წანამძღვრებიდან მიიღება დანასკვი, ეს სხვაგვარად ადამიანურ ენაზე ნიშნავს ის, რომ ეს თეზისი დასაბუთდა ამ არგუმენტებით, ამ საბუთებით. აი ამ დებულებებმა დაასაბუთა. პირველი არგუმენტი მაქვს რა, პირველი არგუმენტი მაქვს, რომ არის ხუთი, სადაც ყრია, ესე იგი თეთრი კენჭები, ესე იგი დებულება ამ ხუთში ყველა კენჭი არის თეთრი. აი რა ჯიგრიანად ეს ვიცი კაცო. ვაკვირდები. მეორე არგუმენტი მაქვს, რომ აი ეს კენჭი არის ამ ხუთიდან. ესე იგი პირველი რაღაც არგუმენტი, პირველი თეზი, პირველი წანამძღვარი, ესე იგი მაქვს პირველი დებულება გნებოთ ხო რაღაც შლობა არ აქვს. ესე იგი მაქვს ზოგადი, მეორე მაქვს კერძო, ანუ მთლიანად ხუთზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში უკვე რაღაც ერთი კენჭი მიკავე და რომ ეს ამ ხუთიდანაა რა. ხა რაღა უნდა იმის დასკვნას, რომ ეს კენჭი იქნება რა, იქნება თეთრი, ხო? ესე იგი ნახეთ, ეს კენჭი რო თეთრია, დასაბუთებულია ყველა ვარიანტში აი ამ ორი არგუმენტით. ეს არის დედუქცია, ხოშენ, ჯიგრიანი, ძალიან მარტივად ფორმალიზებადი, გამართული მანქანურად ამუშავებადი დასკვნის ფორმა და მართლაც ეს ფორმალურ ლოგიკაში, ფრეგედან ლამის მოკიდებულ ლოგიკაში, დედუქციურ ლოგიკაში ძალიან მაგრამ მუშაობს. წანამძღვრები ჭეშმარიტი მაქვს, დანასკვის ჭეშმარიტი დაჯდება, ხოშიანად იმუშავებს. აბა რა. ხა ინდუქცია. ინდუქცია რას მეუბნება, კაცო, აი რაღაც ეს ხუთი ხო არია რა და ამოვიღე ერთი კეჭო, აი თეთრია, მეორე ამოვიღე, აი კვლავ თეთრია. მესამე მიასე ეს თითოეული ექსპერიმენტული შემოწმება სამყაროს ამ ჩემს წინაშე მოცემული სამყაროს ამ ხუთისა და კენჭებისა, ну გადაიზრდება დანასკვში, რომ ყველა კენჭი არის თეთრი. რაღაც კერძოდან ზოგადი გამოვიყვანთ, ხო ეს ინდუქციის ამბავი რაშიც. ხო სხვადასხვა აი განსხვავებით დედუქციისაგან აქ დანასკვის გამოყვანა არგუმენტებიდან, ანუ ამ დებულების, ამ თეზისის დასაბუთება ამოცემული არგუმენტებით ეგრე ნათელი არ არის. და იქ რა ვიცი, ფრენსის ბეკონიდან მოკიდებული ვინ აღარ ფიქრობდა, მსჯელობდა ინდუქციური დასკვნებისათვის მეტი სამეცნიერო ღირებულების მიცემის საკითხზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რაღაცა სამყაროს ექსპერიმენტული კვლევა, მეცნიერება ექსპერიმენტია, სხვა რა არის. ხო და ეს ინდუქციურად წარიმართება და სწორედ ამავე კვლევაში თავად აი ეს დანასკვის გამოყვანა ეგეთი ნათელი არ არის განსხვავებით დედუქციისაგან. ხო, ეგეთი მუხტალია ეს ცხოვრება. ეხლა აბდუქცია, რომელიც ასევე დიდად არგია მეცნიერებას რო ვაღიაროთ. აბდუქცია ჰიპოთეზების სფეროს განეკუთვნება. ეხლა რა ხდება, ნახეთ, მაქვს კვლავ ეს ხუთი, მაგრამ ხუთში თეთრი კენჭებია შეკაცო. ვიცი ამავე დროს, ანუ ის პირველი დებულება იგივეა რა. ვიცი ამავე დროს, რომ ეს კენჭი არის თეთრი. ეს მეორე არგუმენტი. ეხლა მე უკვე ჰიპოთეზას ის რაღაც დაშვება შევიმუშავებ. რომ აი ეს თეთრი კენჭი ამ ხუთიდანაა. ხო? ხა მთელი სამეცნიერო სამუშაო ხშირ შემთხვევაში, ну არა ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ზუსტად იმ ალბათობის გამოთვლა, თუ რა ალბათობა რომ ეს კენჭი მართლაც ამ ხუთიდან არის. და იქ რაღაცა ალბათობის თეორიის გამოყენება იქნება თუ სტატისტიკური მოდელების შემუშავება და ასე შემდეგ. აი ამ საშინელ შრომატევად სამუშაოს
და ამოცანას ემსახურება როგორც წესი. ეს არ არის მარტივი საკითხი. და როგორც წესი, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ სტატისტიკა გინდა თუ არა ცალსახა არგუმენტია და ასე შემდეგ, აი მან მიქარავენ, იმიტომ რომ სტატისტიკა არ არის ეგეთი ცალსახა და ძალიან რთულ სამუშაოებს, რთულ მათემატიკურ განაზრებებს ეფუძნება ხოლმე როგორც წესი. ანუ სხვაგროდ რო თქვათ, როგორც წესი გვესაუბრება მაღალი ალბათობით გამართლებად დაშვებებზე, მაგრამ არა ცალსახა ჭეშმარიტებებზე. ეს ზოგადად მეცნიერების ბუნებაც ეგეთია. მეცნიერება მაღალი ალბათობით გამართლებად და მართებულ ვარაუდებს გვთავაზობს და არა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყობილ ჭეშმარიტებებს, ხო? ნუ შენ ხარ ჩემი ბატონი, ეგეც ხე შორს რო არ წავიდეთ, ეგეც გადავდოთ. ესე ნახეთ ფილოსოფიის შესახებ საუბარი, ფილოსოფიის ბუნების შესახებ საუბარი მინდა მოვაჩოჩო და მოვათრიო აი ამ ინდუქციასთან ამ შემთხვევაში. ალბათ აბდუქციის გამოყენებითაც და დედუქციითაც შეიძლებოდა, მაგრამ რაც ინდუქცია მეჩვენება, რომ ამჯერად საკითხს ამარტივებს. ნახეთ რა არის? არგუმენტებიდან დანაშკრის გამოყვანა, არგუმენტებიდან დანაშკრის გადახტომა ბნელია. როგორ ვიღებთ ჩვენ ამ დანაშკრს, ეს არ ვიცით. ნახეთ, აქაც გარკვეული ლოგიკური და მათემატიკური აპარატი შეიძლება შევიმუშაოთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ცხადი არ არის. ის რომ ბოლომდე ცხადი არ არის, ეს ჩანს მაგალითად ანრი პუანკარის განაზრებებშიც. მას მაგალითად შემოღებული აქვს ეგეთი მათემატიკური ინტუიციის კონცეფცია. ეს მათემატიკური ინტუიცია, რომ საბოლოო ჯამში ნიშნავს იმის აღერებს, რომ გარტყმაში არ ვართ რა ხდება, ნუ ეგ არის რა. ხო? ეს გენიალური, მე თუ მკითხავ, არა მხოლოდ როგორც მათემატიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რაც წესიერების ეტალონი იყო, როგორც ამბობენ მისი თანამედროვეების მათ შორის მოგონებებიდან, ეს პუანკარე. და ისიც კი არის, რომ რაღაცა ეს ინტუიციები საფუძველზე ხდება და ნუ ასე შემდეგ. ნუ ეს კვლავ მათემატიკის ბუნების და მათემატიკური აზროვნების თაობაზე არსებულ თეორიებს უკავშირდება, ხო? ეგ დიდი ტყე არის განაზრებების რა ქმნის იმას, რასაც ჩვენ მათემატიკურ აზროვნებას ვეძახით, ხო? კვლავ აი ინდუქციას მოუბრუნდით რა. როგორ ხვდებით არგუმენტებიდან დანაშკრზე მეთქი? და ეს არის ბნელი ამბავი. ეს ჩვენ ბოლომდე არ გვესმის. რანაირად ახერხებს ამას ადამიანი. გულისხმობ არა იმას, რანაირად ახერხებს რაღაცა მექანიზმის ან ნეიროლოგიური პროცესების თვალსაზრისით, არამედ შემეცნებითად როგორ ვაკეთებთ ამას. რა შემეცნებითი ნაბიჯები გადაიდგმება? არა ტვინში რომელი უბანია გააქტიურებული. ამას არ გულისხმობ. ეგ შეიძლება ტომოგრაფში შევტენოთ ადამიანი და რაღაცა დავინახოთ კიდე რომელ უბანს მიაწვება სისხლი ინდუქციური დასკვნების აგების დროს, ხო? ეგ არა. შემეცნებითი თვალსაზრისით, აი დედუქციაში თუ კი ჩვენ ფორმულების დონეზე შეგვიძლია ჩავწეროთ დანაშკრის გამოყვანა, ინდუქციაში ეგრეთ ცხადი არ არის ყოველთვის, ხო? ესე იგი, აი ამ სიბნელეს აქვს თავისი უპირატესობას და ნაკლიც. მაგალითად მეცნიერებას უყვარს ინდუქცია, რა გიხა, როგორც ითქმის ხოლმე მჭედლიშვილსაც აი ესე აქვს განმარტებული, რომ ინდუქცია როგორც წესი ახალ ცოდნას გვაწვდის. ან ინდუქციური დანაშკვი არგუმენტებთან მიმართებით, რაც სიახლეა, ცოდნა. ცოდნა სწორედ ამ სიახლის გაგებით, ხო? მაგრამ მეორე მხრივ, თვითონ მეცნიერება აი ამ სიბნელს, აი ბნელი მომენტის რეფლექსირებას არასდროს არ ახდენს. ის მას უბრალოდ არ სჭირდება. მეცნიერება გარკვეულ დასკვნებს გამოიყვანს, ეცდება გარკვეულ სტატისტიკურ მოდელებში ეს ყველაფერი გამოიანგარიშოს, დაშვებები ასე თუ ისე მაღალი ალბათობით გამართლებადი გახადოს. ამის იქით ის არ წავა, რეფლექსიას ის არ წაიყვანს, ეს მეცნიერებას უბრალოდ ხელს შეუშლიდა, ხო? მაგრამ თუ კი ვეცდებოდით აი ამ მომენტის რეფლექსირებას, თეორეტიზირებას, ნუ გპირდებით რომ მივიღებდით რომელიმე მორიგ მეტაფიზიკას, როგორც პუანკარის შემთხვევაშიც ეს დაშვება ინტუიციის შესახებ, ეს არ არის მათემატიკური დაშვება, ეს მეტაფიზიკური დაშვება, რა თქმა უნდა. ან რომელიმე მისტიკურ თუ რელიგიურ მოძღვრებას. ხო? ესე იგი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ სამყაროს იმგვარი აღქმის კვლავ არასენსორული გაგებით. სამყაროს იმგვარი შემეცნების შესახებ საუბრობთ, რომლის თეორეტიზირება და რეფლექსირება ცალკე და საგანგებო ძალისხმევას საჭიროებს ხოლმე. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ასე ხოშენი მაგალითია ჩემზე. ნახეთ, იყო ერთი ეგეთი ყმაწული, ედმუნდ ჰუსერლი. მოგეხსენება, თვინც იყო, რაც იყო. მე თუ მკითხავ,
პლატონურ მეტაფიზიკაში ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაყოფია საერთოდ ამ კაცის ნაზრები. აი რასაუბრა ჰუსერლი რა. ესეც აი შესავალი მაგალითია ჰუსერლის ნაზრებისათვის. და როგორც ვიცით გადმოცემით რომ მოგონებებით ვიცით რომ ეს მაგალითი ძალიან ხშირად მოყავდა და უყვარდა ხოლმე ამის თქმა ლექციებზე. მე ვზივარ დაუშვათ ჩემს სახლში, ჩემს სახლის ბაღში ვზივარ და აგერ არის ხე. ვაშლის ხე ჩემს ბაღში. ხო და უშუალოდ შევს ეგეთ კითხვას. რანაირად ვახერხებ მე ხის როგორც ხის გააზრებას. ჰაჰა. ვიღაცა იდიოტი მოცლილი ჰუსერლი. ნახეთ, სუბთა გეომეტრიული ან სამხატვრო პერსპექტივის თვალსაზრისით რომ შევხედო, გასაგებია რომ რაღაცა ზედაპირს უყურებ, რაღაცა სიფრთხეს ვხედავ, რაღაცა წერტილების რაოდენობას ვხედავ, რაღაცა პერსპექტივით და მიმართებით ვაკვირდები. ანუ სენსორიკის თვალსაზრისითაც ასე თუ ისე შეიძლება გასაგები იყოს, რომ სინათლე აღწევს ჩემამდე და რაღაცა გადამუშავდება თუ ასე შემდეგ. რაღაცა გახწერადი თითქოს არის, მაგრამ ნახეთ, ამას არ ვეხევით. ეგ არ გვაინტერესებს კაცო. მეცნიერებაში არ შევდივართ, ჩვენ სამეცნიერო კვლევა არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს გავიგოთ როგორ მოხდა, რომ შემეცნებაში ეს ხე როგორც ხე გავიგე. ხო, არა როგორც ზედაპირი, არა როგორც სიბრტყე, არა როგორც რაღაცა სხვა ფრაგმენტები ამ მოცემულობისა, არამედ მისი მთლიანობა, მისი აი როგორც ივანე პეტრეცთან ვაწყდებით, ხო, მის აობასა და რაობაში. რანაირად მოხერხდა რომ ეს ხე როგორც არსებული, რამდენადაც ის არსებობს ჩემს გონებაში, როგორც მთლიანობა, ან როგორც ფენომენი მოვიდა ჩემს შემეცნებით აქტებში აისახა. ეს არის უდიდესი პრობლემა. და აი მანდ, აი მაგ ფენომენის დანახმაში, ხის როგორც ხის დანახმაში, ჩანს კიდეც ის სპეციფიკურად ფილოსოფიური პროცესი, თუ კი მკრეხილობაში არ ჩამომერთმევა ამ სიტყვის ამჯერად გამოყენება, რასაც უწოდებთ ხოლმე თეორიას, ხო? ჭვრეტას. და ამ თეორიაში, აი მხედვის უნარში გავარჯიშება ნიშნავს კიდეც ფილოსოფოსად ყოფნას, გარდა ცხოვრების წესისა, სიკველები და სხვები. 4 კარდინალური სიკველი აუცილებელია ფილოსოფოსად ყოფნისათვის. მავანი და მავანი იტყოდა კიდევ რა ვეგეტარიანულობაც, მაგრამ ხო როგორც არის ეგ საქმე, ხო? და თეორია უთუოდ. და ნიჩეც იმდენად არის ფილოსოფოსი და ის უთუოდ არის ფილოსოფოსი, რამდენადაც მას ეს თეორია ხელეწიფება. ვიღაცამ შეიძლება თქვა რომ არა კაცო ეს რაღაც უფრო პოეტი და ეს რაღაც მიდემოდება, მაგრამ დამერწმუნეთ ცდებიან, არ წაუკითხავთ, გარტყმაში არ არიან, ფრაგმენტულად იცნობენ მხოლოდ არ უფიქრიათ ნიჩესთან ერთად ნიჩეს ნაზრებს. ხო და შეხარჩემ ბატონი აი ამ თეორიაში, ამ ფილოსოფიური ხედვის უნარში გავარჯიშება საჭირო ხდება ხოლმე, რომ ვისაუბროთ ფილოსოფოსის შესახებ ფილოსოფოსობით. ხო? ისე, არავითარი აზრი არ აქვს, კიდევ ერთხელ დავდგეთ და მოყვეთ ბიოგრაფია, რომელიც ფანტასტიკურად არის აღწერილი, ან ფსიქოლოგიური არქეოლოგია ვაწარმოოთ დიდი ხნის უკან გარდაცვლილი ადამიანისა, მისი კალიგრაფიის თუნდაც სხვადასხვა ასპექტის გაანალიზების საფუძველზე აბსოლუტური სისულელი. ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა ვერანაირად ვერ იქნება, რომ ავდგეთ და ფილოსოფიური აზროვნება ვასწავლო ვინმეს. თუმცა აი ამ ზოგიერთ საკითხზე მითითებით გარკვეული მინიშნებების შემოღება მსგავსი ფილოსოფიური აზროვნების თავისებურებების შესახებ. ეს უთუოდ შეიძლება მოხერხებადი იყოს და არც კრეხილობათ არ ჩავუთვალოთ საკუთარ თავს. ამას უკვე შემდეგში გავაგრძელებ, შემდეგი საუბრისათვის უნდა გადავიტანოთ. რაგიღა ისეც ვრცელი გამოვა და ხო რა, დამღლელი შეიძლება იყოს. და ბოლო დათქმაც ბარეგა რაგიღა დათქმებს დაუთმე მთლიანად ეს საუბარი იყოს ესეთი. ნახეთ, სხვადასხვა ლექციების დროს მე ხშირად აღმოჩნავს ხოლმე, რომ დიდად არ მიყვარს ფილოსოფიის, თუნდაც ფილოსოფიის ისტორიაზე საუბარი, რაღაც ესეთი ზოგადი თვალსაზრისით, თითქოს და შესაძლებელი იყოს რაღაც ობიექტური ისტორია ფილოსოფიის. ეს ობიექტურობა რა არის, მაგრამ მაინც როგორც არის რა. ხო და ამის გამო რომ ეს არ მიყვარს, მე ყოველთვის ვთვლობ ხოლმე დავასახელო რაღაცა ბაზა, რომელსაც ამა თუ იმ საკითხებზე ბრძოლობის დროს ვეფუძნები. მას ვასახელებ ხოლმე როგორც წესი ამ მოაზროვნებს. ხა ამჯერად აღარ დავიწყებ ამ მოაზროვნებთან ჩამოთვლას, იმიტომ რომ შეიძლება
მინჩებს ლექციებს ასე თუ ისე ესწრებით ხოლმე ისეც გსმენიათ, მეორე მხრივ ასე თუ ისე კვლავ გამოჩნდება შემდგომი საუბრების დროსაც. ეგრე. იმ თავით გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ჩემი საუბარი გარკვეული ფილოსოფიური გემოვნებით არის იმ თავით შეფერადებული. სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიცაა და რომელიც შესაძლებელი იყოს, მაინც არ დაუშვებდით სხვაგვარ ამბავს. რადგან დიდი ამბავია, დიდი ხტომილება და მოვლინა, როდესაც სკოლას ეკუთვნი, როდესაც ინდოეთის ენაზე რო თქვა, რაღაცა პარამპარაში ჩაჯდები და ზიხარ. ამის შნო ადამიანს უნდა გქონდეს, რომ რაღაცას მისდევს, რაღაცის ან ვიღაცის, თუნდაც მკვდარ მოძღვართა შეგირდი იყოს. დაახლოებით ეგეთი რაღაცა.